მერტად ამის გაგაძლევთ, გაგახარებთ ის სიყვარულის მინდა რომ დღევანდელი სახარება კვლავ შეგახსენოთ და ამით გაგაძლიეროთ ისევ და ისევ, იმიტომ უფალი გვაძლიერებს და უფალი გვახსენებს, რომ თავარი არის ვიფიქროთ ღმერთზე და ჩვენი სულის ცხოვრებაზე. ეს არის თავარი ჩვენ მიცეთ ცხოვრებაში. მარადიულზე ვიფიქროთ. ანუ გამოვიდეთ ცოტათი ამ მარხვაში მაინც, რომელიც ყველაზე უფრო საუკეთესო პერიოდია იმისათვის, რომ გამოვიდეთ დროებითი ცხოვრების, დროებითი საზრუნავების, ამოებათა ბაზრის, როგორც ერთ-ერთ ნაშრომშია, ხო? თეკერეის ნაშრომი გახსოვს ამოებათა ბაზარი, ხო არა იგი ხალხური ნაწარმოები და ეს ამოებიდან გამოვიდეთ, როგორც ეკლესიასთან ყოველივე ამაო. და ცოტათი ვიფიქროთ უფრო ვიფიქროთ მარადიულს, ანუ იმაზე, რაც ამ ყველაფერს აღემატება, რაც ჩვენ ფასეული გონია და არასწორად გონია ზოგჯერ. თქვენზე არა საერთოდ მიზახი ხოლმე. რომ ვინც იცის რა არის ფასეული და აქ ხართ აგერ და ვინც იცის და მორწმუნე არის, მან იცის რა არის ფასეული. ქრისტე, ეკლესია, ის საიდუმლოებები, რომლებიც მოგვეცა, აფასებს ამას. ის ნიჭების სული წმინდისა შვიდი ნიჭი, რომელიც მოგვეცა, აფასებს ამას, მადლობს ღმერთს. უნდა ცხრა ნაყოფი გამოიღოს, მადლობს ღმერთს, ხა უნაკლო არ არის, შეიძლება დაეცა, შეიძლება დაისვაროს, მაგრამ ნანობს, მონანული ცოდვილი უყვარს ღმერთს, მართალს სხალობს. ხო? აი ესეთი ნიჭები მოგცა, სამი საფრთხისმეტყველო სათროება მოგცა, სარწმუნება, სასვება და სიყვარული, რომელსაც უნდა გავძლიერდეთ განსაკუთრებით სიყვარულში. სულ უნდა გვახსოვდეს, უნდა ვმადლობდეთ, უნდა ვლოცულობდეთ, მუდამ უწყვეტად უნდა ვლოცულობდეთ, ეს არ არის შეუძლებელი. მოვიდანთ ადვილი ამეთქი არ ვიქრო, მაგრამ შეიძლება ლოცვით მდგომარეობაში ყოფნა შეიძლება, კი არა აუცილებელია. და რა თქმა უნდა, აქედან შემოდის მერე სიხარული, რომელსაც მიზეზი არ აქვს არ ვიქო, მიზეზი უბრალოდ ჩვენთვის ზოგჯერ უცნობია, მაგრამ ის მიზეზი შეგრძნებადია და არა გამოსაცნობი ადვილად. რა არის ყველაზე კარგი ნიშანი იმისაც, რომ ღმერთი ჩვენთან ახლოს არის? აბა, რა არის ყველაზე კარგი ნიშანი იმისა, რომ ყველაზე აშკარა ნიშანი იმისა, რომ შენ ღმერთთან ახლოს ხარ და ღვთის შენთან ახლობლობის, ესე ვიტყოდი, შეგრძნება ნიშანი რა არის? სიხარული. აი ეს სიხარული, არ ვიცი, მიზეზს ვერ ხვდები, მაგრამ უმიზეზოს ვარ იქ, მიზეზო როგორ არის? მიზეზისაცაა, მაგრამ აი ეს უმიზეზო მიზეზი სიხარული. აი ეს არის. და დღესაც ფაქტურად სახარებაც ამაზე არის, გახსოვთ, როგორ ამბობს სახარებაში, როდესაც იცნეს ქრისტე, როდესაც იცნეს და როდესაც მან გასტეხა პური მის სამად და იცნეს იგი, მაშინ უთხრა მათი თქვეს ემაუსის გზაზე მოსიარულეებმა, თქვეს რომ ჩვენო სიხარული გქონდა, როგორ ხურდაო ჩვენ შორის გულიო, როგორ ითხოვდეს ურთიერთობას, რადგანაც გული ჩვენი განხურველებული იყოს ჩვენ შორის. ესე ხედავთ, ქრისტე ღმერთი გულში შედის პირდა. ნუ გონებაც დააშავა გონებაში, მაგრამ გული და გონება ასე ვთქვათ გულში. გულზე გადის ქრისტე გულშია, სადაც ხანთასი არის გულშია. აი გადის ჯვარი, გადაკვეთა ადამიანსა ღმერთს შორის გულზეა, ცენტრი არის გული. აი იქ შემოდის და იქ ამბობს, განხურვებული იყოს გული ჩვენ შორის იყო. როცა გვეუბნებოდაო გზაზე რომ მივდიოდითო და გამომვითარგმანებდაო წმინდა წერილსო, გონება მათი ხო განუხნა. და სხვათა შორის საყვედურიც უთხრა, გახსოვთ, საყვედური უთხრა. ჰოი უცნობელნო და მძიმენო გულითაო. აი საოცარი სიტყვებია. ჰოი უცნობელნო და მძიმენო გულითა სარწმუნოებისათვის ყოველსა ზედა, რომელცა ითხოვდნენ წინასწარმეტყველნი. როგორ ხართ ეგეთი უცნობელი და მძიმე გულით? აი გულით სიმძიმე და უცნობელობა, გონება და გული უნდა განწმენდილი იყოს და სულუქი გამჭვირვალე უნდა იყოს, რაც მართვაში სხვათა შორის ხდება და მართვაში უბრალოდ ეს არის. გამჭვირვალე რომ გახდეს ადამიანის სულიერი სტრუქტურა, სული სამშველის სხეული, ორივე ცენტრი, გული და გონება და სხვა ცენტრების, მაგრამ განსაკუთრებით გული და გონება ღვთის მადლის მიღებისათვის გამჭვირვალე გახდეს და უმტკივნეულოდ შეისისხორცოს ღვთის მადლი და გარდაქმნას იგი. და შესისხორცებული განახმოთობს შემდეგ ადამიანს. არ ვიცი რა პროცესები ხდება, ყველა თავის გულში და გონებაში ჩაიხილოს. მაგრამ უცნობელობა და სიმძიმე გულისა, აი ეს არის ყველაფერი ცუდის საწყისი. აქედან მოდის სულიერი უძლურებები,
შეპყრობილებები, ხორციელი უზდურებები, ფსიქიკური თუ ემოციონალური დისბალანსი, დისკომფორტი, ადამიანის უნდობლობა, დაუნდობლობა, სიცივე, სისასტიკე, ეჭვი, გაორება და კიდევ რა ვიცი, სამი წერტილი, რა ვიცი, აღარ ჩამოვთქვა ნეგატიურ საფუძველზე. მაგრამ როცა ადამიანი არის 7 დაბალი ως ქრისტიანი ისწავლეს შემოგვიყვება 7 ვარ და დაბალი გულით აი ესე გული არის აქ და გულის კულტურა სპეციალურად ქრისტიანობაში გულის კულტურა აქ რო არის ქრისტიანობაში ღვთივ გამოცხადებულ რელიგიაში არსად ესე არ არის იმიტომ ეს ღვთივ გამოცხადებული ეს მაინც ყველაფერი რაც მოგვეცა ჩვენთვის ეს შემოდის მაინც მარტო გულიდან არა გონებიდანაც გულიდანაც გონება ღვთის ხატება რა არის ადამიანში გონება გული რა თქმა უნდა უკდავის სული თავისუფალი არჩევანი ნება თავისუფალი შემოქმედების უნარი მეტყველების უნარი ლოცვის უნარი ღვთის დიდების უნარი მადლობის უნარი და კიდევ სხვა უნარები აღარ ჩამოვთქვი უამრავი უნარი ძალიან ბევრი ამიტომ ეუბნება და ეთქოდა სარწმუნოებასა და თქვენ ახართო მძიმე და უცნობელნიო და არ იყო ეს საკუთრის ეუბნება რომ ჯერ იყო როგორ უნდა დაიჯეროთ როგორ უნდა მივხვდეთ ამდენი რამე გააკეთა ქრისტე ყველაფერი მოგცა სინზე მიართვა კაცობრიობას ხსნა თავისი თანდით რომ არ იყო ჯერ ნებად ქრისტესა შესვლა დიდებასათვისაო და იწყო მოსესიდან ძველი აღთქმანა მოსესი და წინასწარმეტყველთა გამოუთარგმნებ ფსალმუნთან გამოუთარგმნებდა მათ ყოველთა წიგნთა და მერე განუხნა მათი გონება ჩვენ მით უკეთეს ახლა როდესაც უკვე ამდენი ხანი გავიდა და ამდენი საუკუნეა ქრისტიანობა ჩვენთვის ამას გადაგებს და ვიცხადებს და ყველას თავის ინდივიდუალური სულთმოფენობაში ინდივიდუალური სულთმოფენობა რა არის ნათლობა სადაც ინდივიდუალური სულთმოფენობა ხდება ის ზოგადად ხო არის სულთმოფენობა ზოგადად შესაძლოა ხო ყოველს გარდამოდის მაგრამ ინდივიდუალური სულთმოფენობა ეს არის სადაც ნათლობის დროს ადამიანზე ჩვენ ვერ ვხედავთ მაგრამ უხილავად გარდამოდის ეს ნათელი და 7 ნიჭი ეძლევა მას და ხატება მისი დგება განსწორდება, განიმართება, განპრიალდება, მასში უკდავი საწყისები რაც არის, სწორ პოზიციაში დგება ღვთის სინაში. ბოროტება სხვა არაფერი არის, თუ არა და კეთილი, ერთდროს კეთილი ფუნქციის არასწორი მდგომარეობა. და ამიტომ ეძლევა მას საშუალება იმისა, რომ დაცემულ ადამიანს კვლავ მადლი მიეცეს და დაკარგული მადლი ისევ დაიბრუნოს და არა დაიბრუნა და დაკარგა და დაიღუპა და ვეღარაფერი ვერ აღქნა. როგორც ძველ აღთქმაში ადამიანმა დაკარგა მადლი და ჯოჯოხეთში წავიდა. ვერაფერი ვეღარ დაიბრუნა. ვიდრე ქრისტეან ჩავიდა ჯოჯოხეთში და არა მოიყვანა იქიდან იცით ეს ისტორია. მაგრამ ყველა ჩვენი პირადი დაცემები გვაქვს. ყველა ჩვენი პირადი ჩავარდნები გვაქვს, ლაფში ამოსვრა გვაქვს, ტალახში გაგვანგვა გვაქვს, ზოგიერთ ისე დავეცემთ ხოლმე რომ არ გონიათ თუ ვინმე ჩვენზე უარესია ჩვენზე მეტად ლაფში ამოსვლილი და გატორტული თუ არის ვინმე და სოდვილი კარგია სხვა შეთომ შეგრძნება გაქვს იქ უკვე ახლო არის საპირისპირო შეგრძნების განცდა, განცდების შეგრძნების განცდა. თუ კი შენ გაქვს ამის განცდა რომ შენ წვავედ განიცდი შენ ლაფში ხარ ამოსვლილი. რომ შენზე უარესი აღარავინ აღარ არის სხვა შორის პატერიკებში სერია. იფიქრე ყველა რომ ყველა შენზე უკეთესია, ყველა შენზე ცოდვილია და სვი შეურაცხყოფა და სვი ასე ვთქვათ განკითხვა შენ სვი ყოველგვარი უარყოფით ნეგატივი ვითარცა წამალი ვითარცა რაღაცა უკვდავების წყალი სვი ეს რათა განიწმინდოს შენში ეს დუღილი სოფისა და როგორც მაყურნებელი ტალახი მიიღე რათა მე განიკურნო ძალიანად თუ გაქვს ამის შეგრძნება რომ შენ ცოდვილი ხარ საშენ ლაფში ამოსვლელი უკვე ახლოა შენი განწმენდა და საპირისპიროთი შეიცვლება ნელ-ნელა შეიძლება უცე ბანჩად არ შეიცვალოს მაგრამ ნელ-ნელა საპირისპიროთი შეიცვლება და შეხედავ და მიხვდები რომ განიწმინდა და უკეთესად ხარ ცუდი კარგი გახდა კარგი უკეთესი გახდა სუსტი გაძლიერდა ავადმყოფი გამოჯამრთელდა სულიერი სმენა დაუბრუნდა სულიერი მხედველობა ანუ აქ იგულისხმება მარტო ფიზიოლოგიური პროცესები კი არა, საერთოდ სულიერი შემეცნების ორგანოები განუმრთელდა, განიწვარდა, განიწმინდა და კარგად არის ადამიანი. მაგრამ მესამეა კიდევ და ეს მიგერო. რა უნდა თქვას ამბოს, ჩემი ბრალი კი არა და ჩემი დამსახურება, ეს არის უფლის დამსახურება. თუ კარგად ვარ, არასდროს არ უნდა ვთქვა, რომ კარგად ვარ და ეხლა აი ესეა და მე შენი დამსახურება ის არის და მე ესე კარგად ვარ და ესე კარგად გავაკეთე არა. უფლის დამსახურება ყველაფერი ჩვენ რომ ვერ ვაცნობიერებთ
და ზოგჯერ სამწუხაროდ მადლობასაც არ ვუუბნებით ისეთ რაღაცეებზე, რაც ასაც უფალი ისე გვიკეთებს, რომ ჩვენ მადლობასაც არ ვუუბნებით. იმიტომ კი არა, რომ არ გვინდა მადლობის, ვერ ვაცნობიერებთ ხოლმე. ამიტომ არის ლოცვა, საიდუმლო ლოცვა არის, სხვა შორის წირვის დროს მადლობა უფალო ჩემთვის მოქმედი ქველის მოქმედებებისთვის, ხილული თუ ხილავი, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ქველის მოქმედებებისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებ. ამისთვის მადლობა, აი არის საიდუმლო ლოცვა, თქვენ აკეთებთ. მადლობა, ეს ზიანებისა ლოცვებში მსგავსი ტექსტები არის, ხო? რომ მადლობა, ანუ იმას რასაც ვაცნობიერებ და იმაზე რასაც ვერ ვაცნობიერებ. როცა გააცნობიერებ უკეთესი ხარ, შენი თავი გამორიცხული, გაიცნობ და აი ეს დამსახურება, უფლის დამსახურება. მადლობა გეცე. და ესე იგი უკვე შენ ახლოს ხარ ცათასასუფლებოდან. უკვე მეტი მადლი და წყალობა მოვა აუცილებლად. აი კიდევ ერთხელ მოგეთ ლოცავთ ეს სიყვარულში გავზრდეთ. როგორც სამი საფრთხის სათნოება სარწმუნოებაში, კი იცით ახლა თავი წმენაში რო ხარ ძლიერი უკვე ადვილად წაქცევადი არ ხარ და თუ წაიქეცი ეს დიდი ფაქტორია ადვილად დადგომადი ხარ. რა თქმა უნდა იმედი თუ გაქვს უკვე იმედი სასუეობა ეს არის ის რასაც უფალი გაძლევს არა როგორც ჩვეულებრივ ტრივიალურ იმედს, არამედ განხთობილ ვერსიას, იმედის ამაღლებულ ინტუიციურ ვერსიას, რაც უკვე ადამიანი ხვდება მისთვის საიმედო რა არის და რა არ არის საიმედო, რაც იმედია მისთვის იმისა, რომ იგი უფრო ახლოს მივა ღმერთთან, რაც უფრო მეტად იმედიანია, იგი უფრო ახლო არის ღმერთთან, იმიტომ რომ მან იცის რა არის საიმედო, რომელიც მას ღმერთთან მიიყვანს. რომ მისი იმედი აქვს, რაც ღმერთთან მიიყვანს და არა იმისი, რაც ღმერთთან არ მიიყვანს. რა შეედრება ამ უფლის უხილავ წყალობას, როგორ შეიძლება ხილულის რაღაცის იმედი გქონდეს, ფულის, თანამდებობის, პირადი ნაცნობობის, ძალაუფლების, ასე შემდეგ, ყველაფერი კარგია, მაგრამ როგორ შეიძლება ამის იმედი გქონდეს? ნამდვილი იმედი, აი ეს ტრანსცენდენტული იმედი, რომელიც არის ნამდვილი მიუწვდომელი იმედი, ჩვენთვის ის არის უფალი. და იმის იმედი რო გაქვს, აი მაშინ გაქვს ნამდვილი იმედი და იმის იმედი რო გაქვს, აი იმითი ხარ ძლიერი. და რა თქმა უნდა სიყვარული, რომელიც არის ყველაფერი ამის უკვე ამაღლებული და შედეგი ამ სარწმუნოებისა და იმედის სასრულის. სიყვარული, რომელიც არის თვითონ უფალი და სიყვარულზე როცა ვლაპარაკობ, სიყვარულზე ლაპარაკის დროსაც მინდა ამბობს ხილად იყავი, რომ შენ აქედან სიყვარულზე ლაპარაკობ, თვით უფალზე ლაპარაკობ. როიძახია, აი მიყვარხარ, როიძახია, რომ ესეთი საფასურო რა თქმა უნდა ვეუბნები, მაგრამ სიყვარული საფასურო ოთხრივი მოძრაობის გზა არის სიყვარული. მარტო სამხრივი არ არის, ხო შეიძლება მარტო კარგია ხა, მაგრამ როგორ არის კაი, როცა სამხრივი როგორ არის? კარგი. სამხრივი სიყვარული დაზიანებული და სამხრივი სიყვარული ასე თქვა დაკომპლექსებული და დაჭრილი. სამხრივი სიყვარულია, ნამდვილი სიყვარული, რა თქმა უნდა არა. შენ რო გიყვარს და იმასაც უყვარს, იმას ეცას უყვარს და შენც რო გიყვარს, ხო? აი ეს საფილი ჩვენ იმიტომ გვიყვარს ერთმანეთი, რომ ჯერ ქრისტე გვიყვარს, ხო? ქრისტე რომ გვიყვარს, იმიტომ გვიყვარს ერთმანეთი და არა იმიტომ გვიყვარს ერთმანეთი, რომ ერთმანეთი გვიყვარს, როგორც ადამიანებს. გასაგებია ეს ადამიანურად, მაგრამ პირველ მიზეზი იმედისა, სარწმუნოებისა, სიყვარულისა რა არის? ქრისტე. ჯერ ის გვიყვარს და იმიტომ შედეგად გვიყვარს ერთმანეთი და ყველაფერი. რატომ? იმიტომ რომ ჯერ მან შეგვიყვარა ჩვენ. და ისურვებთ ამ სიყვარულში გაძლიერებას. მოკლედ, ერთმა დაუცო გზახსნილი ქონდეთ, ძალიან მეყვარხარ, თუ უფალს უყვარხარ და უყვარვართ და უფალს რო უყვარვართ, იმის მემილიერედი მაინც შევეცადოთ ერთი წვეთი მთელ თბილისს ეყობა, ერთი წვეთი, აი ეს ქრისტეს სიყვარულზე ერთი წვეთი მხელა, თი წარმოიდგინე სამყაროს შემოქმედზე ერთი წვეთი. საოცრება, ითხოვის ერთი წვეთი და იმხელა სიყვარულს მიიღებ, რომ ვიფიქრებ ოკეანეში აღმოვსდიო სამყაროს, სიყვარულს ოკეანეში. და იქნებ იმოძრავები, ისე თითქოს უფალმა ხელში აღიყვანა და გაგატარა მთელი მოგატარა მთელი ქვეყნინა, მთელი მსოფლიო და გააჩვენა რატომ ხარ აქ, რისთვის ხარ აქ და რატომ უნდა იყო აქ და რატომ უნდა გიქრეს ეს და რატო გაძლიერდი ამაში და რატო არის შენი ცხოვრება ესეთი და შენი ცხოვრება რა არის და რა არის შენი ცხოვრების საზრისი, აი ქრისტე უკვე გეტყვის ამაში შენი ცხოვრების ამოცანის, ამოხსნას, თავას, ჯვარკვირთობის ესენციას გეტყვის. მადლობა შენს იესო ქრისტეს, იყო თქვენ ყოველთა თანა. ამინ.